მოგესალმებით მეგობრებო. კომედი შოუ ქართულ ტელეგადაცემებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ხანდაზმულია. იგი უკვე 20 წელს ითვლის ეთერში და თავისუფლად შეიძლება დამოუკიდებელი საქართველოს ტელეკულტურული ისტორიის მნიშვნელოვან ნაწილად მივიჩნიოთ. მაგრამ ღირდა კი მისი ამდენხნიანი ცხოვრება იმის გათვალისწინებით, თუ რა კონდიციას მიაღწია მან დღის მდგომარეობით. თანამედროვე საზოგადოების აზრით თითქმის ერთიანია იმასთან დაკავშირებით, რომ კომედი შოუ უკვე დიდი ხანია აღარაა სასაცილო, რადგან 2006 წლის შემდეგ არ განვითარებულა. Right! That's it! I have had enough! Enough! ხოდა დავინტერესდი, მართლა ესე სუდათაა საქმე? მართლა გაიჭედა ეს გადაცემა დროისა და სივრცის კონტინიუმის კონკრეტულ მონაკვეთში? თუ პირიქით იმდენად მეტა აღმატებული იუმორის დონეს ეზიარა, რომ მაყურებელი უბრალოდ ვეღარ ეწევა. ამის შესამოწმებლად მოვიფიქრე ესეთი რაღაცა. ალბათ ყველას გაგიგიათ თამაში ბინგო, რომელიც ძალიან წააგავს ლოტოს. ანუ ესაა ციფრებით შევსებული ცხრილი, რომელსაც ჰორიზონტალურად, ვერტიკალურად ან დიაგონალურად თუ შეავსებ, მოგებული ხარ. თუმცა თანამედროვე პრაქტიკის კვალდაკვალ უჯრებში ციფრების მაგივრად ჩავწერე ის განმეორებადი სიტუაციები და მოვლენები, რომლებიც მახსოვდა, რომ თემაში ვითარდებოდა ხოლმე. I've connected the two dots. You didn't connect shit, but I've connected them. რადგან სადღაც 2016 წლის შემდეგ კომედი შოუს არც ერთი სკეჩი არ მინახავს, დაახლოებით ამ პერიოდის მოგონებებით ვიხელმძღვანელი. ანუ სერიოზულად, ბოლო კონტენტი კომედი შოუსთან დაკავშირებით რაც ვნახე, ეს იყო ოქტოპუსის რეაქცია. ამიტომ ალბათ არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ არ ვიცოდი თუ მიშა ანდღულაძე კასტში აღარ იყო. კასტში არ არის აშკარად მიშა ანდღულაძე. არ ვიცი წავიდა თუ რა მოხდა, მაგრამ მე აქ ორი უჯრა მქონდა მიშა ანდღულაძეს. ეს უჯრები იყო მიშა ანდღულაძე გაურკვევლად ლაპარაკობს. და მიშა ანდღულაძე in drag. ხო ფიქრობ, გადავაკეთო ესენი, მაგრამ გადავაკეთო აზრი აღარ აქვს, ანუ უკვე დავიწყე ყურება და რა ვქნა, კაი, დავიკიდოთ ეს ორი უჯრა, უბრალოდ არ ჩავთვლი და ჩემ თავს უფრო გაურთულებ ამ თამაშს. რაც შეეხება დანარჩენ უჯრებს, რა გვაქვს აქ? პირველი მთელი ხუმრობა ისაა, რომ ვიღაცას ძალიან უცნაური სახელი ქვია. მერე სკეჩის ბოლოს ყველა გადის სცენიდან, პერსონაჟი, რომელიც დიდი ხნის წინ მოიგონეს, სუხო, კუკუშა, ნანული და გურამი, მოკლედ ეგენი. სპეციალურად ცუდი ვარცხნილობა, ხუმრობა რძლისა და დედამთილის დაპირისპირებაზე, აქ უკვე უახლოვდებით ძალიან სტერეოტიპული ქართული ანეკდოტების ბაზას. შემდეგ თათია სულუაშვილი თამაშობს ქალს რაიონიდან, ვულგარული ხუმრობა, სუფრა ფიზიკური სახით ეკრანზე, half-ass გრიმი და პროპსები, ანუ იაფიანი საშუალებები ეკრანზე პირობითობის შესაქმნელად, რომლებიც საპირისპირო საქმეს ასრულებენ სინამდვილეში. Product placement-ი. მთელი ხუმრობა ისაა, რომ ვიღაც უცნაურად იცინის, პოლიტიკოსის პაროდია. ჩემი ფავორიტი. ჩხუბი, სადაც რეალურად არავინ არაფერს არ ამბობს, უბრალოდ ყველა ხმებს გამოსცემს და ყვირის. მსახიობები უძრავად ჩერდებიან, სანამ მაყურებელი ხუმრობაზე ტაშს უკრავს, ხუმრობა დალევაზე როგორც ტრადიციაზე, პოლიტიკური ხუმრობა, ეთნიკური სტერეოტიპები, ძალიან ძველი პოპკულტურის რეფერენსი. მთელი ხუმრობა ისაა, რომ პერსონაჟი რაიონიდანაა, უხერხული სიჩუმე, მკივანა ცოლიან სიდედრი, რადგან სხვანაირად ქალი პერსონაჟის დაწერა შეუძლებელია. მაყურებლებიდან ერთს ყველაფერზე ეცინება უბრალოდ მხიარული ადამიანი. პერსონაჟი, რომელიც ზედმეტად გაპრანჭული ქალაქელია, მერე ვასო ფხაკაძე მთელი არსებით ჩხუბობს, სიძე, გადაკეთებული ცნობილი სიმღერა, ლამაზი გოგო სულელი უნდა იყოს და რა თქმა უნდა ბოლოს over acting-ი. ჩემდა საბედნიეროდ, როცა სათამაშოდ ჩამოვჯექი, ახალი ეპიზოდი სულ რაღაც ერთი დღის დადებული იყო, ამიტომ დიდხანს ძიება არ დამჭირვებია. პირველი სკეჩი ჩვენი თამაშისთვის ნამდვილი ოქროს ბატი აღმოჩნდა. ანუ ბატი, რომელიც ოქროს კვერცხებს დებს. რადგან პირველივე წუთებიდან ფაქტიურად ტიტრებიდანვე სამი უჯრის გადახაზვა შეუძლია. ესენი იყო მკივანა ცოლი. ვასო მე ეჭვიანი ვარ? არა ხარ, ეჭვიანი, საიდან რატო იძახი მაგრამ მე ეჭვიანი ვარ? ვასო ფხაკაძე მთელი არსებით ჩხუბობს. არ გესმის, არა! არ გესმის! და მაყურებელი, რომელსაც ყველაფერზე ეცინება. სად ვიქნები სამსახურში ვარ, კაცო. არაფერი არ წამოვსა და დამიდეკე შენ და გელაპარაკე მე. აი, ის ერთი მაყურებელი, რომელსაც ყველაფერზე ეცინება. Yes! რაც შეეხება ამ უკანასკნელს, მალევე მივხვდი, რომ ის ალბათ ერთადერთი ცოცხალი ადამიანი იყო მთელ დარბაზში. რადგან არ ვიცოდი, რომ ესე მძიმედ იყო საქმე, რომ დადებული სიცილების გამოყენება უწევდათ. ანუ უკაცრავად ხელს ხო არ გიშ ერთ სკეჩში 25-დან 3 გადახაზული უჯრა უკვე ძალიან დიდ გამარჯვებად მეჩვენებოდა და ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდი რა საშინელებაში გავყავი თავი. ვისე კი რაღაც პირველად ნიშნებს კი ვიჭერდი. წარმოგიდგენთ აი ბევრი კოშკის ზარი ერთად და ყველა ერთდროულად ოღონდ სინქრონში არჯდება აცდენილი რეკავს თავში. აი ეგეთი გწნობა ახლა ამის ყურება. ამასთან ერთად ხვდებოდა არანაკლებ კრინჯი, მაგრამ ამავდროულად შედარებით მარტივად და სატანი მომენტებიც. არსენე ბიჭო, მარტი, აპრილი, მაისი. მარტი, აპრილი, მაისი. რანაირად ბოსტონის ბანკის ფილიალი დაჰაკა. რანაირად გამოდის ეგრე. კლავიატურაზე ერთი ღილაკის დარტყმით, რომ მარტს წერ, ერთი ღილაკის დარტყმით აპრილს, ერთი ღილაკის დარტყმით მაისს.
ვაი, შეგათახსირებულო ქალოშე. შენ გირჩენია რომ არსად არ გადამემა. აწინ არ გამ. მოკლედ, ასე თუ ისე გადავედით მეორე სკეჩზე. აბა თუ გამოიცნობთ რომელი უჯრის გადახაზვა მოახერხე თავიდანვე. ხოჯიგარო თელი ხუმრობა ისე რომ პერსონაჟი რაიონიდანაა. კომედი შოუს ეს ჩვეულება ჩემთვის კიდევ ერთი ცალკე არსებული აუხსნელი ფენომენია. ანუ ვერ ხვდები რა უნდა იყოს ხუმრობა. ის რომ სხვადასხვა რაიონში სხვადასხვანაირად ლაპარაკობენ ადამიანები? ახლა მეტროდან ახვალ ო რა გინდა ძალიან რა ვინ Bingle bongle dingle dangle, yickety doo, yickety da, ping pong, lippy tappy tuta. ყველა ხუმრობა გაზეთის უკანა ფურცლებზე დაბეჭდილ ანეკდოტებს ისეთი სიზუსტით მიყვება, რომ გეგონება კლასიკური ნაწარმოების ეკრანიზაცია იყოს და თუ ყველაფერი წერტილ მძიმემდე არ არის გადმოტანილი წიგნიდან, ავტორის სული არასდროს არ მოგასვენებთ. ხომ არ ჯობდა ხუმრობების წერისას ფოკუსი გადაგვეტანა იმის შინაარსზე, რასაც პერსონაჟები ამბობენ. ვასწავლებელი რომელი სანტექნიკი რო არის თუ ვინ არის სანტექნიკი კი არა ის კაფელის ხელოსანი აბა, რა ტელევიზიაში რო გამოდის იქანა ტელევიზიაში ტელევიზიებში რო გამოდის მე ჯიმ ქერი მევასება მას ეთერში მაგრას მაგარი ხარ მე ქართველი ჯიმქერი არის რა გჭირს ეს თვითონ ჩაწერა სცენარში, რომ ქართველი ჯიმ ქერია? ერთი შეკითხვა აქვს. შეიძლება თუ არა ვასოფლაკაძე ჩაითვალოს product placement-ად? იმიტომ რომ საკუთარ თავის რეკლამა გააკეთა. ნუ იმენა პროდუქტი არ არის, მაგრამ product placement. ესეც სადეს, მაგრამ როგორც ხედავთ, ძალიანაც არ გუშველა. ეს რა არის? პერსონაჟი, რომელიც ზედმეტად გაპრანჭული ქალაქელია. ბიჭო ჩასარიხდი ბეინსტორმინგი უნდა ჩავატარო აი, ხო გითხარით, ძალიან ხმამაღალი ჩხუბი, სადაც არავინ არაფერს არ ამბობს, ხმების გამოცემა, მაგრამ მაყურებელს მაინც ეცინება. ნუ მაყურებელს რა? ჩაწერილ ხმებს ეცინებათ. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ სამსახიობო შესრულება კომედი შოუს ძლიერი მხარე არაა, რაც გადაცემისთვის ძალიან ცუდია, რადგან ამის გადაფარვა ფაქტიურად შეუძლებელია. თუმცა რადგან ის თავისი პირდაპირი წინაპრის ამერიკული SNL-ისგან განსხვავებით პირდაპირ ეთერში არ გადის, მონტაჟის საშუალება სულ მცირე მიზერულ შანსებს მაინც იძლევა სურათის ოდნავ გამოსასწორებლად. ნახე რაღაცა გამოუწიე და იმენა მე მგონი ძალიან ხალხი ხადაობ ეს მწვანე ეკრანით დაადეს? თუმცა შანსი ყოველთვის წარმატებას არ მოასწავებს. ის გამომჩა over acting-ი უნდა გადამეხაზე წინა სკეჩში. იმიტომ რომ ეგეთი over acting-ი რამდენი ხანი არ მინახია. სკეჩი ნომერი 3 არაფრით გამოირჩეოდა დანარჩენებისგან გარდა იმისა, რომ თემატურად ძალიან რელევანტური იყო. რაც ერთგვარად გულდასაწყვეტია, რადგან ისტორიულად კარგად დაწერილი სატირა ერთ-ერთი ყველაზე ცოცხალი და ნამდვილი მატიანეა იმ სასტიკი აბსურდულობისა, რომელშიც ძალაუფლების შენარჩუნების მსურველთა ქცევა გადადის. მთელი ხუმრობა ვიღაცის უცნაური სახელი, იმიტომ რომ დასაწყისში თუ გახსოვთ, ეცინებოდათ კაკრას იმაზე, რომ ამას რაღაცა უცნაური სახელი ქვია, იმას რაღაცა, ჟურნალისტური თავის სახელი და გვარი თქვა, ვიღაცა კაცი ხო დაიხრჩვა კამერის უკან. წამყვანი შორენა კერკეტავა ვარ. დღეს ჩვენი ток-შოუს დებატებისთვის რადიკალს ამას დიპ-სტეიტის დაფინანსებული მონა პოლიტიკური ხუმრობა. მაშინ უბრალოდ მოსახლეობი შიმშილო აღარ არის სასაცილო. მართლა ეგრეა რა არის ამაში სასაცილო. სხვათაშორის თქვენ რო იცოდეთ ამას 1 ლიტრად 3 ჭიქა ღვინო ყოფნის და მთრალია თან როგორი მთრალია იცი მოწყვეტილია ვაფშე მართალია ეს ამბავი. ის ყოფილის ბიჭო 3 ჭიქა ღვინო ხუმრობა დალევაზე როგორც ტრადიციაზე არ იყო წეგან? კი, იყო. მიდი. ბალოში ყველა გადის. Yes! ამ გადაცემის ბოლო სეგმენტამდე მისული მივხვდი, რომ გამარჯვების მოპოვება არ იქნებოდა ისეთი ადვილი, როგორც თავიდან მეგონა. ჩვენამდე თამუნას კიდე 1-20 მეგობარი ყავდა რა ვულგარული ხუმრობა. როგორც ეთყობა კომედი შოუს სცენარისტები, ფსიქოლოგიური ტრიუკების ერთგვარი ოსტატები არიან და ბინგოს ფურცელზე ჩვენს მიერ ჩამოწერილ კონცეფციებს გარკვეული ფორმულის მიხედვით ატრიალებენ, რათა მათი განმეორებითობა მახვილი თვალის მზერის მიღმა დარჩეს. ბოლო სკეჩის ყურებისას გრძნობდი, რომ ყველაფერი რაც ჯერ არ გადამეხაზა, ხელის გაწვდენის სიშორეზე იყო, თუმცა მემალებოდა. მათი ძიების აზარტი მინოტავრის ლაბირინთში უფრო და უფრო ღრმად მითრევდა. იმდენად, რომ გარემოს მიერ ჩემთვის გამოშვებული სიგნალები ვერც კი შევამჩნიე. სწორედ აქედან დაიწყო შეუქცევადი პროცესი, რამაც მომდევნო 1 საათის განმავლობაში არამიწიერ საშინელებათა ატრაქციონი მანახა. რასაც ახლა ამ ვიდეოში მოისმენთ, ჩემი პირადი გამოცდილებაა და არა არ ვმასხრობ, შეხედეთ როგორი სერიოზული სახე მაქვს. ჯერ აგიხსნით როგორ აღმოჩნდი ამ სიტუაციაში. ალბათ თქვენ გეგონათ, რომ ეს ვიდეო მხოლოდ გასართობ ხასიათს ატარებდა.
დამერწმუნეთ, მე ასევე ვფიქრობდი, როცა მისი ჩაწერა დავიწყე. პატარა 40 წუთიანი თავგადასავალი მორტი, რა შეიძლება მოხდეს? კომედი შოუ ხომ უბრალოდ ერთი მოძველებული იუმორისტული გადაცემაა, რომელსაც არანაირი გავლენა არ აქვს სამყაროზე. მეგობრებო, თქვენ აისბერგის წვეტიც კი არ გინახავთ. ყველაფერი იქედან დაიწყო, რომ როგორც მონტაჟისას შევამჩნიე, პირველი სკეჩის ყურებისას თითქმის გაუჩერებლად ვაკეთებდი კომენტარებს. შემდგომ სეგმენტებზე გადასვლასთან ერთად კი ლაპარაკის სურვილი თითქმის საერთოდ გამიქრა. შეიძლება იმიტომ, რომ ეკრანზე განუწყვეტელმა კაკაფონიამ კონცენტრაციის უნარი დამიქვეითა და დამღალა. მაგრამ მე მგონი ეს უფრო იმ უხილავი ჰიპნოტური ზემოქმედების შედეგი იყო, რომელსაც სკეჩები ჩემზე შეუმჩნევლად ახდენდნენ. თუმცა საღიაზრი იბრძოდა თავის გადასარჩენად, რეალობის აღქმის შესანარჩუნებლად, მაგრამ ძალა საკმარისი არ აღმოჩნდა. ჰიპნოტურმა სიხშირეებმა გადატვირთეს როგორც ჩემი გონება, ისე ელექტროგაყვანილობა. აქედან მე აბსოლუტურად სხვა განზომილებაში მოხვდი, სადაც კაცობრიობის ყველაზე დიდი კოშმარები ვნახე. არ ვიცი, განგება მე რატომ ამარჩია. ან იქედან როგორ გამოვაღწიე, მაგრამ ერთადერთი რაც ვიცი ისაა, რომ ამაზე უნდა მოვუყვე. დავიწყოთ იქედან თუ რა არის სინამდვილეში კომედი შოუ. ეს არის ინტერგალაქტიკური განზომილება, სადაც ადამიანი საკუთარი ცნობიერების ყველაზე ბნელ მხარეებთან რჩება პირისპირ. როგორც შავი ოთახი Twin Peaks-იდან და კი Twin Peaks მე მილიონად ვახსენებ, იმიტომ რომ ესე ახსნა უფრო ადვილია. მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან ფორმის ცვალებადობის უნარის გამო ამ განზომილებას პოპკულტურიდან უფრო სხვა ფენომენს შევადარებდი. ბოლო სკეჩი ამ გადაცემაში ისე დამთავრდა, რომ ფაქტიურად არც ერთი უჯრა არ გადამიხაზავს და ეს ასეც უნდა მომხდარიყო, რადგან კომედი ზონამ სწორედ ჩემი აზარტულობა და მოგების ჟინი გამოიყენა იმისათვის, რომ განზომილებაში უფრო და უფრო ღრმად შევეთრიე. იცით რა, მდიან ახლოს ვიყავი მოგებასთან, რომ ესე მარტივად დანებება მე არ მინდა. ამიტომ იცით რას ვიზამ? კიდე ერთ ეპიზოდში ჩავრთავ და ყურებ და მაგის ყურებისასაც თუ არ მოვიგე ხელები ამიწევია და არ მითხრათ რომ ეს სამართლიანი არ არის იმიტომ რომ აქედან სარგებელს არ ვიღებ პირიქით უფრო მეტი კომედი შოუს ყურება მიწევს რა არის ამაში კარგი როგორც ხედავთ ანკესზე მალევე წამოვიგებ ასე ვნახე სკეჩი სახელწოდებით ანსამბლი ფხაკაშვილები ანუ განზომილების ნამდვილი სახის პირველი ფაზა. აქ თავიდანვე ამჩნევთ გარემოში არსებულ უცნაურობებს, რომლებსაც მანამდე ყურებისას არ დავუკვირდით. ჩინო, აი, ქალის სურნელი შეხედე გაოცებული თვალებით. ხელები. აჰა, ტიტანიკი უნდა როუზი და დიკაბრიო ხარ თავდაბოლომდე. მაგრამ მისია ერთი წუთითაც არ გავიწყდებათ. ძალიან ძველი pop culture reference. დიკაბრიო. იმაში რა ქვია იმას ტიტანიკში ძველია 90-იანების ბოლოს არის ტიტანიკი გადაღებული. აი, უყურეთ. Half-as გრიმი და props შეგვიძლია გადავხაზოთ. ვიღაცის მანქანას მოხსნეს შუშა. ან რაღაცა ეგეთი. ეს შეუსაბამობები თანდათან აუხსნელ აბსურდში გადადის, რომელიც არა სასაცილო, არამედ სასტიკად კრინჯია. იმდენად რომ ყურება აუტანელი ხდება. თუმცა თუ გინდათ რომ აქ გადარჩეთ, ყველაფერს თვალი უნდა გაუსწოროთ, რაც არ უნდა შემზარავი იყოს. მიუხედავად ჩემი მდგომარეობისა, კომედი ზონაში ყოფნისას მაინც მოვახერხე აღმეწერა, ნანახი და განცდილი. გქონია რომ რაღაცა ექსპერიმენტის მონაწილე ვარ. ეს იმაზეა გათვლილი, რამდენად ჩქარა შევიშლები ჭკუიდან ამის ყურებით. არც სიცილი მესმის. არანაირი რეაქცია არ მესმის, უბრალოდ ხალხი დგას და ერთმანეთს უყვირის და 1000-ში ერთხელ დადებული სიცილის რაღაცა იქ გაიელოებს. აი, არსად არ მიდის ამბავი, არაფერი არ ხდება. უბრალოდ ვუყურებ სხვა ადამიანები ნელ-ნელა როგორ იშლებიან ჭკუიდან. როგორც ხედავთ, საკმაოდ მძიმე სურათია. შემდეგ ნაწყვეტებს კომენტარის გარეშე შემოგთავაზებთ, რათა თქვენითაც კიდევ ერთხელ გაიაზროთ ის თუ რა გამოვიარე. შეჩემასაც ხანდახან ეხა ვეუბნები ხოლმე ხა ნუ შინაურია ხა დენი რომ წლები ავიცნობ ხა დენი როს. სხვადასხვა მან რა სიტუაცია იყო ეხავე აგიხსნით რა. კიდე ერთხელ
კიდე ერთხელ გააკეთებინე, აბა, ორჯერ ვერ გავიგეთ ხუმრობა. ორჯერ ვერ გავიგეთ რა იყო ხუმრობა. მესამე დრო გააკეთებს, მე მივხვდებით. განსაკუთრებულია. დიახ. მე მგონი ტელეფონზე გირეკავენ. უდიში. მართო რა სიჩუმეა. რა საშინელი სიჩუმეა, მარტო კონდიციონერის ხმა ისმის ხალხო. დღევანდელ პირობებში ისეულიან კაცები თავ ძალიან რთულია გაარჩიო ნაღდი კაცი და გეი. ნაღდი კაცი და გეი. განზომილების მეორე ფაზაში თქვენი გონება აბსურდს უკვე ეგუება. როგორც ბნელ ოთახში დიდხანს დგომისას იწყებთ უკვე საქმეების გარჩევას დაახლოებით აი ეგრე. საშინელებაა, მაგრამ მიეჩვიეთ და თავს უფრო მსუბუქად გრძნობთ. ნაცნობ პუნქტებსაც ეგებებით და ხაზავთ, რაც იმედებს გიძლიერებთ გადარჩენაზე. ამა ჩაიგდე გოგო ხმა თქვენ ისე მოგეთ. კარგად წერი. თელი ხუმრობა ისაა, რომ ვიღაცა უცნაურად იცინის. ან სიძე მინდა, ან თათია სულუაშვილი რაიონიდან ჩამოსული ქალის როლში და ეს მორჩება როგორც იქნა. პოლიტიკოსის პაროდია. Come on! მურთას დი ვიღაც დაიხჩო. რა ხმა იყო კაიქონეთ. კომენტში ყველა საცილო ეს მომენტი იყო. ვიღაცა მოკვდა უკანივე. აი მეორე მხარეს თითქოს ჩანს კიდეც თქვენი ხსნა. სინათლე თვალებს გჭირთ, გულისცემა ნორმას უბრუნდება და ტვინში სისხლის მიწოდებაც ნელ-ნელა წესრიგდება. ერთიც უნდა გაიბრძოლოთ და ფონს ხართ გასული, მაგრამ რადგან აქ მოხვდი, განზომილებამ თქვენს ცნობიერებაში შეაღწია და იქ ფესვები გაიდგა. შესაბამისად, მას შეუძლია წინასწარ ნახოს თქვენი სამომავლო ნაბიჯები და მათი მიხედვით იმოქმედოს. აზორა, ჩადები დავწერე. ამდენი ხანი უნდა იგდე ახლა მადანა. მე მეღადავებით, ხო? რაიონელი ქალი არის, მაგრამ თათია სულუაშვილი არ არის. ძალიან ცუდა თუ არ. ამის შემდეგ რა თქმა უნდა იფიქრებთ რომ კომედი ზონიდან გაღწევა შეუძლებელია თუ ერთხელ ფეხი დაგიცდათ. ტრინჯი თუ არა უძრაობა მოგიღებთ ბოლოს და სამუდამოდ ცუდი ხუმრობებისა და მაღალზე ჩართული კონდიციონერის ხმების ფონზე ილივლიwe პავილიონ ვაკუუმში, სადაც არავინაა გარდა ერთგანზომილებიანი ერთი მეორეზე გამაღიზიანებელი პერსონაჟებისა და რაღაც უცხო სხეულისა, რომელიც ხან ყველაფერზე იცინის და ხანაც იხრჩობა. ეს ადგილი სასტიკად ჩუმიცა და სასტიკად ხმაურიანით და ორივე ისე გაწვებათ რომ წუთი-წუთზე ელოდებით როდის აფეთქდება თქვენი თავი. ნუ თუ ცნობის მოყვარეობა აქამდე მოგვიყვანა, ნუ თუ ჩვენი ყველაზე დიდი შეცდომა ამ პროცესის შედგენა იყო. ადამიანის სული ერთგვარი დაუმარცხებელი ფენომენია. გსმენიათ ისტორიები ტიპებზე, რომლებიც კრიტიკულ მომენტებში არაადამიანურ ძალას ავლენენ. მაგალითად, ბიჭზე, რომელმაც მანქანა აწია, როცა ის ბაბუამის დაეცა. და ახლა მეც იგივენაირად მოვიქეცი, ჩათრევის, მაგივრად ჩავყევ ეს ეპიზოდიც. ჩავამთავრე და შემდეგ ის ჩავრთე. მე კი არა ვარ დამწყდეული ამ გადაცემაში, ეს გადაცემაა დამწყდეული ჩემთან. კრინჯის კრიტიკული დონეების და მიუხედავად არ დავნებებულ ვარ. დავივიწყე ყველა ნეგატიური შთაბეჭდილება და ცარიელი გონებით გავაგრძელე ყურება. სანამ იმ ერთადერთ უჯრაში წერილ სიტყვებს არ მივადექი. ამგვარად კომედი ზონას ჩემთან საბრძოლველი კარტები გამოელია, რადგან ყველა სკეჩის შინაარსი და არსი საბოლოოდ მაინც ერთი და იგივე ამ ფურცელზე ჩამოწერილ კონცეფციებს ეფუძნება და ახალი კომბინაციებით ვეღარ გამაოცებდა. როცა წყვდიათ საკმარისად დიდხანს უყურებ, საბოლოოდ ისიც შემოგხედავს. და მასში დაინახავ ქართველ ჯიმ კერის. მართალია აქ ჩავავლე, მაგრამ ყრიადმა კიდევ ერთხელ შეძლო კუდის მოქნება, სანამ გამარჯვებას დამითმობდა. მიყვანე მადლობა დიდი მადლობა რომ მიყვანე. მადლობა. გაუმარჯოს ბიჭებს, გაუმარჯოს როგორ ხდება? გამარჯობა ბატონო ჩობრა. I'm talking about and me English on my ეთნიკური სტერეოტიპები. უარესი, რასისტული სტერეოტიპები. მოვიგე, მაგრამ ამ ფასად მოგება ნამდვილად არ მინდოდა. ბინგოც მოვიგე, შავი ლოჯიდანაც ტვინის უჯრედების მინიმალური დანაკარგით გამოვაღწია, მაგრამ ისმის კითხვა რისთვის? რა თქმა უნდა, ეს ვიდეო გასართობად გადავიღე, რაც არ უნდა ვთქვა. თან მინდოდა მეჩვენებინა 20 წლიანი საეთერო არსებობის განმავლობაში როგორ დამწნილდა გადაცემა, რომელშიც არაფერი არ შეცვლილა. და როგორ იქცა შემთხვევით ნამდვილ ანალოგ ჰორორად, რომელიც არაფერს არ აძლევს მაყურებელს, პირიქით მე მგონი ართმევს კიდეც. თუმცა დღის ბოლოს, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩემი პირადი ხედვა და მოსაზრება კომედი შოუს დღესაც უყურებენ და მოსწონთ.
რაც რა თქმა უნდა ცუდი არ არის, პირიქით კარგია, ყველა უნდა გაერთოს როგორღაც. მაგრამ აუცილებელია ყველა სკეჩი იყვირონ. დღეისათვის სულ ესაა. იმედია ჩემმა კოსმიურმა მოგზაურობამ გაგართოთ. და თუ ასეა, დაალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი, რადგან ეს აქ ჩემი ბოლო გაელვება არა. სანამ კარგად ყოფნას გისურვებდეთ, არ დაივიწყოთ რომ სიგიჟის ნიშანი ისაა, როცა ერთი და იმავე საკეთები ისევ